ინფლაციის დაჩქარებული ტემპი და პროდუქტებზე ფასების მატება საქსტატის მონაცემებით ივლისში ინფლაციის დონემ 4.3%-ს მიაღწია. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2023 წლის მარტის შემდეგ არ ყოფილა. ყველაზე მეტად 10%-ით ფასემა სურსათსა და უალკოჰოლოს სასმელებზე მოიმატა. რით არის განპირობებული ფასების ზრდა, რა გამოწვევის წინაშე არიან დისტრიბუტორები და როგორია მოლოდინები. სტუმართან საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან ლაშა რიჟამაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემ სტუმრობისთვის. რა ტენდენცია და სურათი გვაქვს აი ამ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა, რასაც რეალურად უშუალოდ დისტრიბუტორები ყოველდღიურ საქმიანობაში ხედავთ, როგორი სურათი გვაქვს, ანუ ფასების ზრდას, რა მასშტაბთან გვაქვს საქმე ამ მონაცემებით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ ვეხებით საკითხს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური მოსახლეობის პროდუქციაზე ფასი, რომელთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ გასული წლიდან საუბრობდით, რომ ეს ეტაპობრივად აისახებოდა და საბოლოოდ ეს ინფლაციის მაჩვენებელზეც რა თქმა უნდა აისახა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ სურსათსა და უალკოჰოლოს სასმელების ჯგუფს განეკუთვნება, რომელმაც არსებით ზეგავლენა მოახდინა მთლიან დეფლაციის მაჩვენებელს. ზოგადად რა იყო მთავარი ფაქტორი, რასაც თქვენ ეყრდნობოდით, როდესაც ვარაუდობდით, რომ ფასები გაიზრდებოდა და ინფლაცია შესაბამისად ამ მაჩვენებლებში იქნებოდა? ჩვენ როგორც იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანა, გარდა საერთაშორისო ბაზარზე ფასების გარკვეული ცვლილებებისა, რომელიც საბოლოოდ რა თქმა უნდა ისახება საქართველოს ბაზარზე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მათ შორის გახლდათ ის ბაზარი, რომელ ბაზარიც არ ვითარდება ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს გვაქვს რიტეილის მიმართულება. ანუ, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ყოველწლიურად ხდება გარკვეული ტიპის დამატებითი გადასახადების მოთხოვნა მეწარმისთვის, დისტრიბუტორისთვის, ეს რა თქმა უნდა ისახება ფასში. თუ პირობითად რაღაც რიგ პროდუქციაზე იყო გასულ წელს 10%, დღეს გვაქვს 20, 25, 30. გადასახადის ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა სახელმწიფოს ადმინისტრირებაში არსებულ გადასახადების სისტემაზე, არის მაგალითად პირობითად განთავსება რომელიმე მსხვილ ქსელში ამა თუ იმ პროდუქციის. კი ბატონო, გადასახადების ნაწილში არაფერი არ შესულა, საბიუჯეტო გადასახადები რაც იყო იგივე დარჩა და არსებით ცვლილება იქ რაიმე კუთხით არ ქონიათ, გარდა ადმინისტრაციული ჯარიმებისა, რომელიც გაბარიტულ სატრანსპორტ საშუალებებთან მიმართებაში შემოვიდა და პარკინგთან მიმართებაში გვაქვს ჩვენ და სამწუხაროდ, აქ არის საუბარი ისეთ ტიპის გადასახადებზე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ნებისმიერმა მეწარმემ, იქნება ეს ფერმერი თუ იქნება ეს ნებისმიერი ადგილობრივი მწარმოებელი თუ დისტრიბუტორი, რომ ბაზარზე მოახდინოს ოპერირება და განათავსოს თავის პროდუქცია ქსელში. აქ ჩვენ არ საუბრობთ რაღაც უნიშნელო პროცენტულ ცვლილებებზე, ჩვენ საუბრობთ მნიშვნელოვნად გაუარესებულ პირობებზე, რომელიც საბოლოოდ სამწუხაროდ ისახება ფასში და არის მომხმარებლის გადასახდელი. გარდა ამისა, ნუ რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მხოლოდ ეს განსაზღვრელი, ხო? ანუ იქ საერთაშორისო საბაზრო ცვლილებები, რაც მოხდა რიგ პროდუქტებთან მიმართებაში, მათ შორის საბანკო პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ყველა ბიზნეს სუბიექტი, საბანკო პროდუქტით სარგებლობს და ის ნებისმიერი პროცენტული ცვლილება, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად გაზრდილია, ამ შემთხვევაში ეს ფასში ისახება პირდაპირ. კი ბატონო, ის რომ დავუშვათ იმისთვის, რომ პროდუქცია ამა თუ იმ მსხვილი ქსელის დახზე მოხდეს, ეს ფასი ღირსდა რეალურად ეს ფასები წლიდან წლამდე იზრდება, ამაზე მუდმივად საუბრობ დისტრიბუტორები, მე პრაქტიკულად არ მახსენდება წელი ან თვე, როდესაც თქვენ ამაზე აქცენტი არ გაგიკეთებინათ, მაგრამ მთლიანობაში ეს პრობლემა არ იხსნება. რა არის მთავარი განმაპირობებელი მისთვისაც დავუშვათ ამ კონკრეტული ქსელისთვის სუპერმარკეტი იქნება თუ ჰიპერმარკეტისაც, მისთვისაც ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, როგორც თქვენთვის, შესაბამისად, როგორც თქვენ იღებთ ამ კონკრეტული პროდუქციიდან შემოსავალს, ის იღებს სწორედ ამ პროდუქციის განთავსებიდან შემოსავალს, ხო? შესაბამისად, რატო ვერ ხერხდება ორ ბიზნეს სუბიექტ შორის რეალურად შეთანხმება ან მოლაპარაკება, ან რა არის მთავარი განმაპირობებელი, რომ დავუშვათ ამ შემთხვევაში მსხვილი ქსელები ფასს ზრდიან და რა ფაქტორები ახდენს ამ ნაწილზე მთავარ გავლენას? ალბათ უმთავრესი რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ არის რომ რიტეილ ბაზრის სწორად განვითარების პირობებში ეს გადასახადები იქნებოდა ნაკლები. გამომდინარე იქიდან რომ თუ რიტეილ სწორად განვითარება რას ნიშნავს იქ? განმარტავ ახლა იმ დროს, როდესაც იხსნება ახალი მაღაზია, რენტაბელურია ის თუ არ არის რენტაბელური, უბრალოდ რაოდენობაში და ის რომ წარმოდგენილი არის და ის რომ უბრალოდ ბრენდის განვითარების კუთხით არის, ეს ნიშნავს, რომ ყველა იმ მაღაზიას, რომელიც არ არის რენტაბელური, ვაფინანსებთ ჩვენ.
ანუ როდესაც წარმოებელი იხდის ისეთ მაღაზიაშიც კი, რომელიც თუნდაც ავიღოთ 100 მაღაზიიდან, რომელიც შეიძლება ქსელს ჰქონდეს, იქიდან მომგებიანი შეიძლება იყოს 40. დანარჩენი ყველა არის წამგებიანი, რაც საბოლოოდ ტვირთია, რა თქმა უნდა, რიტეილისთვის, იმიტომ რომ მასაც ჭირდება თანხების აბრუნავი საშუალებები და იმ ხარჯების გასასტუმრებლად, რაც თანძდევს ამ პროცესს, მაგრამ ამ ყველაფერს ვაფინანსებთ ჩვენ ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიებს. საბოლოოდ მომხმარებელი. ანუ სწორედ ეს ვიგულისხმე, რომ სწორად განვითარების პირობებში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შედეგი და ფასების ეს ცვლილებაც არ გვექნებოდა და თუ ავიღებთ საერთაშორისო პრაქტიკას, რეალურად იქ მთელი რიგი ნებართვები არსებობს, მათ შორის ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით. მათ შორის არსებობს საკანონმდებლო რეგულირება მიმწოდებლებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის და ყველა განვითარებულ სახელმწიფოში კანონმდებლები ჩაერია და დაადგინა რაღაც ჩარჩოები, რომ ეს პროცესი წარმართული იყოს სწორად. because ამის მცდელობა საქართველოში იყო გარკვეულწილად ერთგვარი ზედა ზღვარზე იყო საუბარი, რომ ამის ზემოთ დაუშვათ რიტეილს არ უნდა განეხორციელებინა ამათი პროდუქციის განთავსება. საბოლოოდ ამ საკითხზე რეალურად კონკრეტული შედეგამდე ვერ მივედით. სამწუხაროდ ეს პროცესი შეჩერდა რამოდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინიციირა და მუშაობა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროში არსებულ ჯგუფთან ერთად. ეს პროცესი შეჩერდა, იქ იყო უბრალოდ ზოგადი ჩარჩოები და თქვა საზღვარგარეთის პრაქტიკიდან აღებული უნიშნელო, აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ისე მკაცრად იყო რეგულირება და გათვალისწინებული როგორც ძირითადად ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ ეს პროცესი ჩვენ და სამწუხაროდ შეჩერებულია, რომელსაც იმედს ვიტოვებთ, თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვენ ამას ჩართულები იყავით. შეჩერების მიზეზი არ ვიცით, აქ მხოლოდ ნებაზია დამოკიდებული და თუ ეს პროცესი გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, რომ დადებით შედეგს პოვებს საბოლოოდ პროდუქციის ფასზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ რაღაცა გაიაფთება და ეს პირდაპირ გაიაფთებს. უბრალოდ იქნება ბევრად უფრო სტაბილური, ვიდრე დღეს გვაქვს. და სანამ ეს შეიძლება რომ საკანონმდებლო დონეს და ამ სახით დარეგულირდეს, როდესაც ორი ბიზნეს სუბიექტი ერთმანეთს ესაუბრებით, აი იმ შემთხვევაში დავუშვათ რაიმე ტიპის შეთანხმებას ახერხებთ, რომ პირობითად არ იყოს 10% უხეშად რომ თქვა რაიმე პროდუქციის განთავსებაზე და იყოს 5. ან როგორია დავუშვათ ამ შემთხვევაში რიტეილის პასუხი თქვენს აი ამ წუხილზე თუ გულისკივილზე. მოდით ესე ვთქვათ, სამწუხაროდ ყველა ბერკეტი არსებობს ხოლმე. სასამართლო დავებით ნახეთ ჩვენ მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და ამ შემთხვევაში რომელიც 99% დადებითად იქნა მიყვანილი სამწოდებლების მხრიდან. უბრალოდ აქ ჩვენ როდესაც საუბრობთ პროცენტულ ცვლილებაზე, სამწუხაროდ აქ აი ეს არ არის თანაბარი ურთიერთობა, სადაც ორივეს თანაბარი ძალა გააჩნია. აქ ჩვენ საუბრობთ, რომ როდესაც კომპანიას ასეულობით 1000 ლარი აქვს გადახდილი ქსელში მოხვედრისთვის და დახარჯული მთელი რიგი კიდევ აქტივობებისთვის, ის დგება არჩევანის წინაშე, ან გადის ქსელიდან, ან უნდა დათანხმდეს ამ პირობას. ანუ მას სხვა არჩევანი არ აქვს. ვიღაცა უძლებს ფინანსურად გასვლას, ვიღაცა ვერ უძლებს. ქსელური ობიექტი ასეთი მიდგომით არის, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, აი ყველაზე ცუდი პირობითა დისტრიბუტორებისთვის რომელს აქვს და ყველაზე უკეთესი. მოდი ესე ვთქვათ, ესეც ცალსახად ვერ გამოვყოფთით, ალბათ თლიანად უნდა შევაფასოთ, იმიტომ რომ მიდგომა ერთგვაროვანი არის ყველა ქსელის მხრიდან, რომ თუ ამ პირობებს არ თანხმდები, უნდა დატოვო ქსელი. რომ იყოს. საუბარია მსხვილ ქსელებზე, ვინ არის? კარფური, გუდვილი, პირობითად ორინაბიჯი, ევროპროდუქტი, ანუ ამ კომპანიებზე საუბარი. ანუ ყველასთან ასეთი მიდგომა აქვს? კი, ბატონო, ძირითადი მიდგომა გახლავთ ყველა ქსელური საცალო მარკეტების მსგავსი, თუ არ დათანხმდები ამ პირობას, უნდა დატოვო ქსელი. ანუ დატოვო, გადაყარო ის მოცულობის ინვესტიცია, რომელიც განხორციელებული აქვს მეწარმეს, რომლის პროცენტი აქვს ბანკის გადახდილი, რომ ეს თანხების გადაეხადა შესვლის ყოველი ახალი მაღაზია დაფინანსებული, რომელიც იხსნება და 5, 10, 15,000 აქვს თუნდაც ერთ მაღაზიაში მოხვედრის. თქვენს ასოციაციაში ძალიან ბევრი მსხვილი დისტრიბუტორები ხართ ხო გაერთიანებული, ანუ ეს არ არის ასოციაცია, რომელიც გუშინ შეიქმნა, წლებია უკვე ფუნქციონირებს.
თქვენ ასოციაციის შემავალ კომპანიებს თუ ასე უჭირთ, ჩვეულებრივ შემთხვევაში ალბათ რიგით მეწარმეს ფერმერს კიდევ უფრო გაუჭირდება ამ ურთიერთობებით. თავარი პრობლემა თქო, სწორედ ამიტომაც ვკითხულობ, რა არის ის მხოლოდ კანონმდებლობა მიზეზი, რომ დაუშვათ რიტეილი ამ ნაწილში არ მოყვება თანამშრომლობა. სწორი განვითარება და საკანონმდებლო ნორმების არსებობა ამ პროცესს რადიკალურად შეცვლის და ბევრად უფრო გაუმჯობესებს ყველა მეწარმისთვის, წარმოებლისთვის, ფერმერისთვის თუ ასე შემდგომ პირობებს. ანუ თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ყველა მაღაზია, რომელიც გაიხსნება წამგებიანიც რომ იყოს, უნდა ვაფინანსოთ ჩვენ და საბოლოოდ მომხმარებელმა, ეს პროცესი და ეს ფასები განუწყვეტლივ იქნება რეალურად მზარდი და ამას ვერანაირი ფორმით სახელმწიფო იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა პირი ვერ შეაჩერებს თუ რაღაცა საკანონმდებლო დონეზე არ მოხდა ამის რეგულირება. ის თუ არა იმას დავშვათ ის პრობლემას, რომ თვითონ აი ამ მსხვილ სუპერმარკეტი იქნება თუ ჰიპერმარკეტებს და აი ამ ქსელურ მაღაზიებს რეალურად უკვე დისტრიბუტორის გარეშე შეუძლიათ პროდუქციის შემოტანა უშუალოდ წარმოებლისგან. ეს არის თუ არა ერთგვარი კონკურენცია თქვენთან და ეს არის თუ არა განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი, ის გამოც ისინი პირობებს არ ცვლიან და ამ შემთხვევაში უხეშად რომ ვთქვათ არ თმობენ თქვენ სასარგებლოდ. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ რიტეილს თავის იმპორტი ისედაც გააჩნია, რაც შეეხება მწარმოებლები ადგილობრივზე თუ საუბრობთ. ჩვენი წევრები როგორც მწარმოებლები არიან, ასევე კომპანიები, ასევე ყველა ის კომპანია, რომელსაც თავის დისტრიბუციას გააჩნია. სადისტრიბუციო ბიზნესი არის რადიკალურად სხვა ბიზნესი, ეს არის ლოგისტიკური ნაწილი, რომელიც არის ყველა მწარმოებლისთვის დამატებითი ტვირთი და ცდილობს, რომ ეს გაიტანოს გვერდზე. მათ შორის ქსელები წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ თვითონ აწყონ მთლიანად ლოგისტიკური ჯაჭვი, მაგრამ ეს პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, ფიზიკურად ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ როგორც ადამიანურ რესურსთან, ასევე ისეთ ხარჯებთან, რომელსაც ფიზიკურად ვერაუა რიტეილი, შესაბამისად, ამ რგოლის გარეშე, რა თქმა უნდა, უჭირს. კი, ვითარდება, რა თქმა უნდა, რიტეილის ლოგისტიკა და ის რომ თუნდაც თავიანთ ობიექტები თვითონ მოამარაგონ და ცენტრალიზებულად მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ ეს ამ ეტაპის არსებობმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ გაყიდვებზე მოქმედებს ცუდად, იმიტომ რომ იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც უნდა ახდენდეს მიწოდებას და მომარაგებას და განთავსებას პროდუქციას, ამას ვერ ახერხებს ქსელი, მაგრამ რა თქმა უნდა ამ კუთხით მუშაობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ რაიმე მოლაპარაკება გვინახავს, მაგალითად წარმოებელთან რომ პირდაპირ მიაქვს ეს პროდუქციის ფასზე შეცვლილ დადებითად არ ასახულა. ანუ ყველა შემთხვევაში პროდუქციას ვიღებთ იმ გაძლიერებულ ფასში. კი ბატონო, წარმოებელს თხოვს, ანუ და შესაბამისად წარმოებელს მოთხოვს თუ სადისტრიბუციოს ეს არსებით მნიშვნელობას არა, რგოლის ამოგდება ამ შემთხვევაში სადისტრიბუციაში შესაძლოა რიტეილისთვის ერთგვარად აი ამ ფასის შედარებით სტაბილურად შენარჩუნების საშუალება იყოს, სწორედ ამიტომ ვიკითხე. არა ცალსახად გეტყვით, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებამ წარმოებელთან ის, რომ რიტეილმა შეიძლება გაშალოს თავის ქსელში, მაგრამ ამას ყველა რიტეილი ჯერ ერთი ვერ გააკეთებს და მერე მეორე ეს ნებისმიერ შემთხვევაში თითქმის 90%-ზე ყველა პროდუქციის გაყიდვაზე ისახება. როგორც კი რიტეილი იწყებს თვითონ გაშლას და მსგავსი ტიპის მოლაპარაკება ყოფილა და ამაში პროცესი იხდის რეალურად მწარმოებელს და სადისტრიბუციოც, მათ შორის რომ მოგაწოდებ ცენტრალიზებულად და გაშალეთ პროდუქცია, ეს საბოლოოდ ნეგატიურად ისახება გაყიდვებზე და ყველას ურჩევნია რომ თვითონ გააკეთოს, რომ გაყიდვები იყოს სტაბილური და მზარდი და არა ის რომ დაეცეს და ან შენარჩუნდეს იგივე ნიშნულობით. და კიდევ ერთი თემა, რომელსაც ასევე აუცილებლად მინდა შევეხო, ეს არის საპარკინგი ადგილები, რომელიც ასევე არანაკლები პრობლემა იყო. რა სურათი გვაქვს დღეს ამ მიმართულებით და პრობლემა მოგვარდა თუ დავუშვათ ისე პრობლემურ ნაწილად რჩება თქვენთვის? ჩვენ და სამწუხაროდ ეს პრობლემა მოუგვარებელია, რა თქმა უნდა და დედაქალაქის ტერიტორიაზეც ახლა როგორც მაცხოვრებელი, ასევე ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი ნახავს, რომ იმ სპეციალურ საპარკინგის სივრცეების რაოდენობა არ გაზრდილა და ის თავდაპირველად რაც გაკეთდა იგივე მოცემულობა გვაქვს. ეს ჯარიმები კი რომელიც 5 ჯერ არის გაზრდილი რეალურად, მათ შორის გამოწერის ინტენსივობაც გაიზარდა. გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული სახელმწიფოობა გაიზარდა, 5 ჯერ გამოწერის ინტენსივობაც გაიზარდა, რაც საბოლოოდ ტვირთია და განსაკუთრებით დიდი ტვირთი აღმოჩნდა გაბარიტული სატრანსპორტო საშუალება და თუ ჩვენ ნახავთ 5 თვის სტატისტიკას, მთლიანი წლის განმავლობაში გამოწერილ ჯარიმებს გადააჭარბა, იმიტომ რომ პირველი რიცხვიდან სადისტრიბუციო
სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შევიდა ეს. აქ თავარი მიზანი არის დაუშვათ საცობებისგან თავის არიდება და ქალაქს გადატვირთვის უკან ერთგვარად თავის დაღწევა და ეს მიზანი თუა მიღწეული ეს მიზანი თუ ნებისმიერმა შეგვიძლია ჩვენ როგორც მძღოლებმა შევაფასოთ ხო ანუ როგორც მაცხოვრებლებმა რომ ეს არსებით ზეგავლენას არც აქამდე ახდენდა ის რაოდენობა რაც აქვს სადისტრიბუციო ანუ კომპანიებს სადაც სულ დედაქალაქის მასშტაბით საუბარი არის შეზღუდულ ზონაში 300 რაღაც მანქანაზე ანუ ეს რამდენი მანქანის საჭიროება ამ წუთას ანუ რამდენი საპარკინგი ადგილი საჭიროება გაქვთ ამ წუთას ჩვენ მივაწოდეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი 550 რეალურად რამდენი გაქვთ რეალურად გვაქვს 120 ანუ საკმაოდ ისეთ მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი 550 წერტილი, სადაც 90% ჯარიმდება მანქანა ნებისმიერ რომელიც მიდის, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მიაწვდის ობიექტს, მაღაზიას ხელით ნამდვილად ვერ გამოიტანს 100 მეტრა და 200 მეტრა რაღაცა მძიმე ტვირთზე. და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა თქვენ საუბარი დაიწყეთ, რომ ეს თემა ინფლაციასაც ეხება, არის ყველა ჩვენგანისთვის და შეუძლებელია რომ არ დაგეთახოთ, იმიტომ რომ ყველა ვინც რაიმე ტიპის პროდუქციას ვყიდულობთ, ყველა გრძნობთ ამას და ეს გაძვირებული პროდუქცია ისახება სხვადასხვა მიმართულებას და ამ შემდგომ. მოლოდინი როგორი უნდა გქონდეს მომხმარებელს, ადამიანებს თითოეულ ჩვენგანს, რომელიც ახლა გიყურებთ და გისმენთ. მოლოდინი შეიძლება ვთქვათ, რომ ის ფასებზე ცვლილება ძირითადად ასახული არის და არსებითად უკვე ნეგატიური ზეგავლენა წესით აღარ უნდა პოვოს. წლის განმავლობაში. წლის განმავლობაში, ანუ ფასი მომხმარებლისთვის დღეს როდესაც შევათაროზე არსებითად შეცვლილი აღარ დახდება უახლოეს პერიოდში. თუ რაიმე ცვლილება არიქნა თუ ლარის კურსმა რაიმე ყევა არ განიცადა და ასე შემდგომ, მაგრამ ის ძირითადი ნაწილი, რომელიც ციფრებში გვაქვს დღეს გამოსახული, ეს ფასდაცვლილება უკვე ასახული არის ამ პერიოდში და რაღაც ისეთ მკვეთრ ცვლილებებს თუნდაც და ამ ხელა პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც გვაქვს, არ უნდა ველოდოთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ლაშა რიჯამაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.